აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრსა და ორგანიზაციას საქართველოს ემიგრანტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ემიგრანტებზე, მათ ყოფაზე, გამოწვევებსა და ისტორიებზე სხვადასხვა საინტერესო პროექტებს განახორციელებენ. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი აქტიურად გააშუქებს ორგანიზაციის მნიშვნელოვან აქტივობებს, რომელიც გულისხმობს საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდების სხვადასხვა ეროვნულ პროექტებში ჩართულობას. ხარული ვარ, რომ ცენტრთან თანამშრომლობის სურვილს სულ უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია გამოხატავს. ორგანიზაციას არაერთი პროექტი აქვს, მე პირადად გამოვყოფდი მათ შორის პატრიოტ დიასპორელს, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები დიასპორელი ბავშვების მონაწილეობას მოკლევადიან და სეზონურ გაცვლით პროგრამებში, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდებს შეინარჩუნონ ისტორიულ სამშობლოსთან კულტურული კავშირები. აფხაზეთში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ უამრავი აფხაზეთელი ლტოლულად იქცა და სხვადასხვა ქვეყანას შეაფარა თაობები იბადებიან და იზრდებიან საზღვარგარეთ. აფხაზეთს კი არ ყავს დასაკარგი შვილები, ყველა ბავშვსა და მოზარდში უნდა ჩაიდოს სამშობლოს ოკუპირებული დროებით წართმეული მხარის სიყვარული. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული პროექტიც და შესაბამისად ვფიქრობ, აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრიც უნდა იყოს ყველგან, სადაც ეროვნული სამშვიდობო პოლიტიკაზე დაფუძნებული საქმე კეთდება. ძირითად საქმიანობას ჩვენი ორგანიზაციისა და ურთიერთთანამშრომლობის საგანს ეს გახლავთ თანამშრომლობა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო სფეროში, სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა, ორგანიზაციული საქმიანობის მოწესრიგება, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება და ასე შემდეგ და ყველაფერ ამაში აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი გვერდით გვედგება. შესაბამისი, ასე ვთქვათ, გაშუქება მოხდება ამ აქტივობებისა და იქნება თანამონაწილე ჩვენ იმ საქმიანობაში, რაც ეძღვნება ჩვენი ქვეყნიდან ემიგრირებული ქართველების საქართველოსთან კავშირის უკეთ დამყარების საკითხს.